დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ქრისტეს სისხლას როგორც ნედლი, ასევე გამხმარი სახით პრაქტიკული გამოყენების შესახებ, როგორ დავამზადოთ ნედლი ქრისტეს სისხლასგან ნაყენი და გამოვიყენოთ შემდეგ ჩვენი ფუტკრის მკურნალობაში და ასევე გამხმარი სახით როგორი წესით გამოვიყენოთ ქრისტეს სისხლა მკურნალობის პროცესში. ეს არის ყვავილობის პროცესი, რომელიც გამოიყენება ფუტკრებში სამკურნალოდ, როგორც ნედლის სახით, ასევე გამხმარი სახით. ესეთი ყვითელი ყვავილები აქვს. ნედლის სახით ქრისტეს სისხლასგან ნაყენის დამზადების დროს გვჭირდება 100 გრამი ყვავილობის პროცესში მყოფი ქრისტეს სისხლა. ეს დაკრეფილი. ვასხავთ ზედ 2 ლიტრ ადუღებულ წყალს და ვაჩერებთ 30 წუთის განმავლობაში. დოზა და მასა წყლის შეგვიძლია გავზარდოთ იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის საფუტკრეს მკურნალობთ ჩვენს მეურნეობაში. ესეც ნაყენის დამზადების პროცესი. ფერი უკვე შეიცვალა წყალმა. 30 წუთის შემდეგ გავწურავთ და მიღებულ ნაყენს გაგრილებული სახით გამოვიყენებთ ჩვენი ფუტკრების მკურნალობაში. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჩარჩოჩორის სივრცეში შესხურების მეთოდით. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ პირდაპირ წესით ჩარჩოებზე შესხურებით. ესეთი სახით გამოყენება არ ვნებს ჩვენს ფუტკარს, არც ბარტყს, პირიქით აჯანსაღებს მათ მდგომარეობას და ახდენს იმ დაავადებების პრევენციას თუ მკურნალობას, რა დაავადებები ჩვენ გვაქვს კაში ამ პერიოდისათვის გავრცელებული და თუ არსებობს ასეთი დაავადებები. ამ ეტაპზე მე მკურნალობ ჩვენს ფუტკარს ჩაკირვის წინააღმდეგ, რადგან ძალიან რთულად დაიწყო გაზაფხული ჩვენს რაიონში და ზოგადად რეგიონში. ძალიან ცვალებადი ტემპერატურაა, დღისით თბილა, ღამით კი ძალიან დაბალი ტემპერატურაა და ამ ამინდის მონაცვლეობის გამო ფუტკარს უწევს გადასვლა გუნდის ფორმაში, რომ შეინარჩუნოს ტემპერატურა სკაში და ასეთ დროს ხდება გარკვეული ჩარჩოებზე არსებული ბარტყის უმეთვალყურეოდ დატოვება, ხდება მათი გაცივება და ამის შემდეგ წარმოიქმნება ეს დაავადება ჩვენს სკებში, რასაც ჭირდება ყურადღება, რაც ხელს უშლის ჩვენი ფუტკრების განვითარებას და აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ მათ ამ დაავადების მიმართულებით. სწორედ ეს ნაყენი ახდენს ამ დაავადების როგორც პრევენციას, ასევე ამ დაავადების წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სიდამპლეების წინააღმდეგ ეს ნაყენი და ასევე, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ ეს ნაყენი და მე პირადად ვიყენებ დატკიპიანების წინააღმდეგ ამ ნაყენს. რაც შეეხება მის შემადგენლობას, ქრისტეს სისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები, ფლავონოიდები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და რა თქმა უნდა ვიტამინი C. აქედან ყველაზე აქტიური არის ალკალოიდები, რომლებიც არის ძალიან აქტიური ნივთიერება და ასევე არის ტოქსიკური. ამიტომ დამზადების დროს, როდესაც ამ ნაყენს ვამზადებთ, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ცხელი წყლის დასხმის შედეგად წარმოიქმნება ორთქლი და არ უნდა მოხდეს ამ ორთქლის შესუნთქვა, რამაც შესაძლებელია ჩვენ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. რაც შეეხება მეორე სახით ქრისტეს სისხლის გამოყენებას, გამხმარი სახით როგორ გამოვიყენოთ, ეს მეთოდი მე ახლახანს აღმოვაჩინე და შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე მასთან დაკავშირებით. გამხმარი სახით ქრისტეს სისხლის გამოყენება შეგვიძლია შებოლების მეთოდით. ჩვენ საბოლებელს, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ფუტკრების დათვალიერების დროს, შეგვიძლია მოვათავსოთ გარკვეული რაოდენობა მასში გამხმარი ქრისტეს სისხლასი და შებოლების მეთოდით საფრენიდან შეგვიძლია შევაბოლოთ მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 შებოლება, იმიტომ რომ ზედმეტმა კვამლმა შესაძლებელია სკაში და ფუტკრებში წარმოქმნას სტრესი და სტრესული გარემო, რაც ყველაზე მეტად შესაძლებელი აისახოს დედა ფუტკარზე. მან შეაჩეროს კვერცხდება ან შეასუსტოს
კვერცხდება, რაც არ არის კარგი ჩვენი საფუტკრის განვითარებაში, ამიტომ უნდა დავიცვათ დოზები და წესები ასეთი სახით ქრისტესლას გამოყენების დროს. მაქვს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 შებოლება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და 5-7 დღიანი ინტერვალით. რაც შეეხება გამხმარი ქრისტესლასთან წარმოქმნილ კვამს, სუსტად მოქმედებს ტკიპების წინააღმდეგ, მაგრამ ააქტიურებს ფუტკარში გაწმენდის ეფექტს და ასევე აქვს ანტისეპტიკური ეფექტი. მართალია, ტკიპების წინააღმდეგ სუსტი მოქმედება აქვს, მაგრამ ჩანაცვლებითი მკურნალობის დროს ძალიან კარგია, იმიტომ რომ არ მიცემს საშუალებას მკურნალობიდან მკურნალობამდე ტკიპების ფართო გავრცელებას ჩვენს საფუტკრეში და დაიცავს ჩვენს ფუტკარს ზედმეტი დატკიპიანებისაგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის დაცვა ასეთი სახით ქრისტესლას გამოყენების დროს, იმიტომ რომ წარმოქმნილი კვამლი მავნებელია ჩვენი ორგანიზმისათვის და არ უნდა მოხდეს ამ კვამლის შესუნთქვა, რომ რაიმე ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ ჯანმრთელობას, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის ქარის მიმართულებით და ძალიან კარგი იქნება თუ ასეთ შებოლების სახით ქრისტესლას გამოყენების დროს იქნება მშვიდი და წყნარი ამინდი და უფრო მეტად დაცულები ვიქნებით ასეთ დროს კვამლის შესუნთქვისგან. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მე თქვა დღევანდელ ვიდეოში და მეჩვენებინა თქვენთვის პრაქტიკული გამოყენება ამ სცენარის 2 სახით ჩემი ფუტკრის მკურნალობაში. არაერთ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ მთელი წლის მანძილზე. ეხლა კი დაგემშვიდობებით და დროებით.